მოყავს სკოლაში ოჯახი ხარ ოჯახი კაპიტანი ამალით გესალმება თქვენ კაპიტანი ამალით გეხმარება თქვენ ჩვენთან ერთად იყავი სანამ სკოლაში ოჯახებო სწორდით და გაცოცხლეთ ნოტები მე ვარ ბუა ყოჩაღების ქუჩიდან გადავიყენეს ამ ყოჩაღებმა თუიდან დასავლობს ათიანზე ყველა შემოგვიერთდი ოჯახების ქუჩაზე ოჯახების ქუჩაზე ოჯახებო გამარჯობა ოჯახებო რას აკეთებთ ისე შეხედეთ ჩვენი მაყურებელიც აქ არის აბა ხელი დაუხნიეთ ეს რა საყვარელი ჭიამაია ყავს გამარჯობა ჭიამაია გამარჯობა კაპიტანო იცით რა შეასახმე ხვალ მე და ჩემი ოჯახები ვაპირებთ პიკნიკზე წასვლას და მაინტერესებს როგორი ამინდი იქნება ახლავე დავადგენ ამინდის პოლროს აბა თუ ყურე ჭიამაია მოაბრძანეს ოჯახების ქუჩაზე ამინდის პროგნოზს არ კვევენ რა უწესობაზე გამახსენდა რა უწესობა ჩავიდინო ისეთი რომ მაგათმა ვერ გაიგონ ამინდის პროგნოზი და ეს ჭიამაია ვერ დაეხმაროთ აჰა ჩემი ლაბორატორია ახლა მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ჭიამაიას კაბა შეიღებოს და ის ჭიამაია კი არა ჭიაყელა ამირანი გამოვიდეს იახაც არავითარი ჭიამაია მისი კაბა გაფერადდება აბა აფერადდი და ჭიამაიას კაბა გაფერადდი ეს რა დამემართა აღარ მაქვს შავი ლაქები აღარ ვარ ჭიამაია ჭიამაია რა დაგემართა შავი ლაქები დაეკარგა ჭიამაია შავი ლაქების გარეშე ხომ აღარ იქნება ჭიამაია რა ვქნათ კაპიტანო როგორ დავეხმარო ჭიამაიას იცი რა ერთი აზრი მომივიდა თავში ჩვენ რაც შეიძლება მეტი რამ უნდა გავიგოთ ჭიამაიერზე მოდი მზე კატოს თხოვოთ დახმარება მოგესალმები მზე კატერინე გამარჯობა კაპიტანო მოგესალმებით ყოჩაღებო ვიცი რომ ჭიამაიებზე გინდათ გიამბოთ აბა ყურადღებით მისმინეთ ჭიამაია ეს სახელი შუა საუკუნეებიდან მოდის და ნიშნავს ჩვენი ქალბატონი ხოჭო ხოჭოების ოჯახის წარმომადგენელია ჭიამაია ლამაზი ამობურცულ მომრგვალებული სხეული აქვს და 7 ლაქა ადამიანის მეგობარი მწერია ჭიამაია ეს ლამაზი ხოჭო რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ანადგურებს პატარა ზომის მავნე მწერებს აბა ჭიამაიასებთა ოჯახის 2000-მდე სახეობაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში ჩვენში გავრცელებული წითელი შავკოპლებიანი ჭიამაია მცირე ზომის მავნებლების მტერია ამიტომ მას გაფრთხილება სჭირდება ძალიან ჭიამაია ბავშვების საყვარელი მწერია ბევრი საბავშვო ლექსი და სიმღერა ამასზე სხვადასხვა ენაზე დაწერილი ხომ იცით ამბობენ ვისაც ჭიამაია დააჯდება მისი სურვილი ახდებაო კიდევ ამბობენ თუ ჭიამაია საძინებელში შემოფრინდება ტკბილი სიზმრებით დაგესიზმრებაო ბავშვები თხოვენ ჭიამაიას გააფრინდეს ცისკენ და კარგი ამინდი მოუტანოს ვხედავ რომ შავი ლაქები დაგეკარგა ძვირფასო ვერაფერს გეტყვი გარდა იმისა რომ შენი დახმარება მხოლოდ ყოჩაღებს შეუძლიათ მხოლოდ ყოჩაღებს კარგად დაფიქრდით ყოჩაღებო თქვენ ხომ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჭიამაიას
ყოჩაღებო, ჩვენი ჭიამაია ისე მოწყენილია. ეს შავი ლაქები სად დაიკარგა? რა ვქნათ, რა მოვიფიქროთ, როგორ გავამხიარულოთ? სიმღერა მომღერალ კარგონებაზე დადგება. რა ჭკვიანი ხარ, ლუკა, მართალია. ერთი კარგი სიმღერა ნამდვილად კარგუნებაზე დააყენებს. უმღეროთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მულტიპულტის რა ლამაზი ჭიამაიები გამოგვიგზავნა. იქნებ კაპიტანო გემრიელი ბრუტე გავუკეთე. ჭკვიანი ხარ, ლუკა, რა ჭკვიანი, მართალი ხარ. იქნებ ჭიამაია მშიერია და ამიტომაც არის კიდე ცუდგუნებაზე. ჩვენ უნდა დავამზადოთ ძალიან გემრიელი და სასარგებლო ბუტერბროდი. იღილეთ უგემრიელი სიდესახელისო რეცეპტები. ჭიამაია. მოსამზადებლად საჭიროა 1 ცალი პური, 1 ნაჭერი ყველი, 2 ცალი პატარა პომიდორი, ცოტაოდენი პრასი და 3 ცალი ქიშმიში. უბრალოდ პურის შუაზე გაგიჭრათ და 1 ნახევარს კი წვერიც უნდა მოვაჭრათ. ყველის ნაჭრებიც პურის ნაჭრების ფორმის უნდა იყოს. ორად გაჭრილი პომიდრები ზემოდან დავალაგოთ, რომ ჭიამაიას წინწკლები გამოგვივიდეს. პრასის განფეხები გავუკეთოთ. თავის გაკეთება არ გამოგვრჩეს. ქიშმიშებისგან თვალები და პირი გავუკეთოთ. რა გემრიელი იქნება? ახლა თქვენი ჯერია. რა გემრიელია? იღილეთ უგემრიელი სიდესახელისო რეცეპტები. გემრიელი ჭიამაია. მოსამზადებლად საჭიროა 1 ცალი ბრინჯის პური, ცოტაოდენი ყველი, 3 ცალი მრგვალი ბოლოკი, ცოტაოდენი პრასი და 1 ცალი ზეითუნი. უბრალოდ ბრინჯის პური 2 ნაწილად გაგიჭრათ. ზემოდან ყველი დავადოთ. ბოლოკის 5 ნაჭერი კი ყველზე დავდოთ. ნახევარი ბოლოკით ჭიამაიას თავი გავუკეთოთ. პრასისგან კი ფეხები. საცეცების გაკეთება არ დაგავიწყდეთ.
ზეითუნის პატარა ნაჭრებისგან თვალებისა და პირის გაკეთება შეგვიძლია. ნახეთ, რა ლამაზი ჭიამაია გამოგვივიდა. რა გემრიელი იქნება. ახლა თქვენი ჯერია. მოგვიანებით მომდევნო რეცეპტს შემოგთავაზებთ. რა გემრიელია. პომიდორი გვაქვს? კარგია, ყველი დაგჭირდება, მდნარი, დიახ, პური დაგჭირდება და კამა, ალბათ. ზეთის ხილი ასევე. მაშ ასე, ოჩაღებო, საქმე შეუდექით და დავამზადოთ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი, ყველაზე ვიტამინებით სავსე ჭიამაია ბუტერბროდი. მიდით, იშრომეთ. რამდენიც გინდათ ჭიამაიას, აი წინწკლები თუ ლაქები მეც არ გაუჩნდება. იახაც. გენიოსი ხარ შენ. უა, გენიოსი. აბა შევედით ანა ლუკა რა მადის აღზრელად გამოიყურება თანაც გემრიელი იქნება ეს ჭიამაიას მივართათ აბა მოდი ჭიამაია ეს ბუტერბროდი შენ მიართვით ეს კაკი სწორა მოიცადე ეს რა არის ეს კაბა შეღებილია საღებავია ყოჩაღებო მაშინ კაბა გაურეცხოთ კაპიტანო მართალი ხარ ძალიან კარგი აზრია და კაბას გავრეცხავთ და ლაქებიც გამოჩნდება აბა ყოჩაღებო საქმე შეუდექით იდაო ჭიამაიას კაბა გაურეცხოთო არა როგორ მიხვდა ეს კაპიტანი რომ ის კაბა ჩემი შეღებილია ამ კაპიტანს ვერანაირად იმიტომ რომ ყველაფერს ხდება ახლაც აი სიმღერისთვის ხარისისთვის ჟიამულისთვის ემზადებიან ყოჩაღები როგორი გაბრაზებული ვარ ბუა ვარ მე აი ნახე როგორი გაბრაზებული ვარ ნახე ბრაზო ეხაც აი თქვენ ყოჩაღების ქუჩაზე ხო მართლა ჩემო ყოჩაღებო კიდევ ერთი დავალება დამიხატეთ ჭიამაიები ძალიან საყვარლები არიან და გამომიგზავნეთ ვისი ნახატიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს ის მიიღებს საჩუქრებს ბუტას გემრიელი პატიპუტი ძალიან გემრიელია და სათამაშოების მაღაზიამ ბანა გამოგვიგზავნა 3 განზომილებიანი ფაზლი აწყვე დაშალე და ისევ აწყვე ასე რომ წარმატებას გისურვებ და თქვენს ნახატებს ველოდები Nini
მიშიკო და ლანა და ჩააგრეს ცეცხლი ჩაიდან მაღიმილით დაუქნია ხელი მიეპარა სოფო ნინიკო და ქეთა მიეპარა სალომე მიშიკო და ლანა და ჩააგრეს ცეცხლი ჩაიდან მაღიმილით დაუქნია ხელი ჭიამაია, აი ეს შენი წითელი კაბა ჩემმა ყოჩაღებმა გარეცხეს და ლაქები დაგიბრუნდა. აბა დატრიალდი, გაგვენახე რა ლამაზი ხარ, როგორ გიხდება. აბა ვის გაუგია ჭიამაია შავი ლაქების გარეშე? ანა და ლუკა, დიდი მადლობა, ნამდვილი ყოჩაღები ხართ. თქვენი დამსახურება რომ ჭიამაია გვეტყვის ხვალ როგორი ამინდი იქნება. მე ხლა ვფრინდები ცაში და ხვალ მზიან ამის გამოგიგზავნე. დიდი მადლობა, მე და ჩემი ყოჩაღები პიკნიკზე წავალთ. ისე ხვალ თუ კარგი ამინდი იქნება. მეც ხომ არ წავიდე პიკნიკზე. მეც მინდა გარეთ გავიდე სუფთა ჰაერზე. წავალ და მიფრთხილდი კაპიტანო, მიფრთხილდით ყოჩაღებო. სუფთა ჰაერზე მივდივარ, დიახაც, ნახვამდის. კარგად.